Ну, სანამ რაიმე საინტერესო სიახლეები იქნება ტექნოლოგიურ სფეროში, მანამდე გადავწყვეტე რომ ვისაუბრო ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე და თემაზე, როგორც არის ბრაუზერები, ანუ ვებ ბრაუზერების საკითხი. და კონკრეტულად იმ მიმართულებით თუ რომელი ვებ ბრაუზერი არის ყველაზე უსაფრთხო. პირველი და მნიშვნელოვანი ფაქტორი, რა თქმა უნდა, დღეს 21 საუკუნეში, სადაც ინფორმაციების და ზოგადად ტოტალური კონტროლი მიდის მთლიანად ინტერნეტ სივრცის, ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან რთული არის კონფიდენციალურობის მაქსიმალური დაცვა. Ну, ამისთვის არსებობს ბევრი თქვა ბლოკერები, რომლებიც შეგიძლიათ extension menus გამოყენებით ჩააპროგრამოთ და გქონდეთ რომ გაზარდოთ თქვენი ბრაუზერების უსაფრთხოება, ასევე აქვს რა თქმა უნდა ბრაუზერებს თავის კონფიდენციალურობის მენიუ, სადაც შეგიძლიათ დააყენოთ მაქსიმალური დაცვა და ასევე რა თქმა უნდა შეგიძლიათ გამოიყენოთ VPN სერვისები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ფასიანია და უფასოები ვერ ახერხებენ ზუსტად იმავე დონის დაცულობას, თქვათ, როგორც ფასიანი მომსახურების სერვისებში. Ну, ვისაც გაქვთ ანტივირუსები შეძენილი, თუ გაქვთ საერთოდ ამ შემთხვევაში მათ მოყვება სწორედ ეს VPN-ები და ერთად უკვე ქსელურ დაცვას უზრუნველყოფენ, მაგრამ ვისაც არა გაქვთ და Windows-ის სისტემის დაცვაზე ხართ, როგორც მაგალითად მე ან სხვები და პრინციპში სტანდარტული მოხმარებისთვის ინტერნეტ სერფინგში მეტი დაცვა ნამდვილად არ გჭირდებათ ვირუსების გავრცელების კუთხით, მაშინ ამ შემთხვევაში გჭირდებათ ბრაუზერზე ისეთი ტიპის უსაფრთხოების სისტემის მოძებნა, რომელიც თქვენს მონაცემებს არ შეაგროვებს და არ გადასცემს სხვებს. ყველაზე ცუდი ბრაუზერი ამ მხრივ არის Google-ის Chrome, რომელიც ყველა მიცის, რომ აგროვებს მონაცემებს, მიუხედავად იმისა, რა დაცვა და extension-იც არ უნდა დააყენოთ და Google-ის ბრაუზერი, თუმ კომპანია Google არ იცავს კონფიდენციალობაზე, მე ვიდეოც გავაკეთე რამდენიმე ხნის წინ, სადაც ზუსტად ამის გამო ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან სასამართლო და წააგო კიდევაც, იმიტომ რომ Google იყო ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ღიად აცხადებდა და არც მალავდა სხვათა შორის, რომ ის აგროვებდა პირად მონაცემებს მომხმარებლის და არა მხოლოდ იმის თუ რას ნახულობდით ინტერნეტში, ანუ ბრაუზინგ ჰისტორიის, არამედ ის აკეთებდა ზუსტად იმას, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ეს იქნებოდა ბარათების მიბმა თუ ეს იქნებოდა თქვენი პაროლების გაზიარება სხვადასხვა სისტემაში, მათ შორის Gmail-ზე, რომ თქვენი Google-ის აკაუნტიდან დაწყებული აწვდიდა ამერიკის მთავრობას, FBI-ს და CIA-ს. მივყვეთ ახლა ჩვენ კონკრეტულად და განვიხილოთ უსაფრთხოების კუთხით, რომელი ბრაუზერები არის უფრო საიმედო. მოდი გავაკეთოთ ასე ვთქვათ, შვიდეული, საუკეთესო შვიდეული, რომელიც დღეს ბაზარზე ხელმისაწვდომია, როგორც ყველაზე უსაფრთხო ბრაუზერები. დავიწყოთ მე-7 ადგილიდან. მე-7 ადგილზე გავიდა LibreWolf. ეს არის Firefox-ის მოდიფიცირებული ვერსია, რომელიც კიდევ უფრო მეტად არის ფოკუსირებული კონფიდენციალობაზე და უსაფრთხოებაზე. თუმცა შეიძლება ნაკლებად მუშა იყოს ზოგიერთი ვებსაიტის თავსებადობასთან ან მოხმარებასთან კუთხით. ინტერფეისი საკმაოდ გასაგებია, ანუ რთულად სამუშაო ნამდვილად არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, ის არ გამოირჩევა ესეთივე არც სწრაფით და არც დახვეწილობით, როგორც სხვა ბრაუზერები. გადმოწერა შეგიძლიათ როგორც საიტიდან, Microsoft-ის Store-დან გადმოწეროთ და, რა თქმა უნდა, მოახდინოთ მისი გამოყენება. შემდეგი ბრაუზერი არის Vivaldi და Vivaldi-ს სხვათა შორის ძალიან საინტერესო სტატია გამოაქვეყნა Digital Trends-მა. მათი ერთ-ერთი მიმოხილველი ვებ ბრაუზერების განყოფილებით ამბობდა, რომ მე გადავედი Google-დან Vivaldi-ზე, რადგან ის თავაზობს უკეთეს დაცვას პერსონალური მონაცემების კუთხით, არის რა თქმა უნდა სწრაფი და არის რასაკვირველია კარგი ინტერფეისის, მას აქვს დამატებით სხვა ფუნქციები. თუმცა Vivaldi-ზე რო ვთქვათ, ეს არის Chromium-ზე დაფუძნებული ბრაუზერი, რომელიც ბევრ პარამეტრს და პერსონალიზაციის საშუალებასაც რა თქმა უნდა გაძლევთ, მათ შორის კონფიდენციალურობის დაცვის კუთხით, მას აქვს შაშენებული ტრეკერები და რეკლამის ბლოკერები, რაც რა თქმა უნდა კარგად აისახება საერთო ჯამში უსაფრთხოების სისტემაზე. რეიტინგში DuckDuckGo Privacy Browser. DuckDuckGo ცნობილია საკმაოდ, ვისაც ბრაუზერის უსაფრთხოებასთან ჰქონია შეხება, Tor ბრაუზერში მთავარ საძიებო სისტემად სწორედ ეს არის, ასევე ბევრი ბრაუზერი გთავაზობთ
Google Search-ის მაგერა DuckDuckGo searching-ზე გადასვლას და ზუსტად DuckDuckGo-მ რამდენიმე წლის წინ გამოუშვა თავისი პირველი private ბრაუზერი და დღეს უკვე ის რამდენიმე ვერსიად არის განახლებული და შესაბამისად უკვე წარმოდგენილია განახლებული და უფრო მეტად ფუნქციონალური ბრაუზერი. ეს არის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ბრაუზერი. მთავარი ზუსტად აქცენტი გაკეთებულია კონფიდენციალურობაზე. ეს ბრაუზერი, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომია როგორც მობილური პლატფორმებისთვის, ასევე ბეტა ვერსია უკვე დესკტოპ ვერსიებისთვისაც არის შექმნილი. ის ბლოკავს ყველანაირ ტრეკერებს, აიძულებს ვებსაიტებს გამოიყენოს დაშიფრული კოდი, ანუ HTTPS-ი და ასევე, რა თქმა უნდა, ასუფთავებს თქვენის დათვალიერების მონაცემებს ერთი დაკლიკვით. მაგალითად, თქვენ web searching-ის ისტორია, რომ მაგალითად Google-ის ბრაუზერში გაასუფთავოთ, უნდა შეხვიდეთ ერთ მენიუში, მეორე მენიუში, მესამე მენიუში უნდა ხელით მოუნიშნოთ და საკმაოდ მძიმე. და აქ კი ძალიან მარტივად ერთ დაკლიკებით შეგიძლიათ გააკეთოთ ბრაუზერიდან ისტორიებს წაშლა. სისწრაფე, რა თქმა უნდა, ტრეკერების, ბლოკერების წყალობით ის კარგად სწრაფი არის. და ინტერფეისი, as რომ შევეხოთ, ინტერფეისი მინიმალისტური და მარტივია. თუ დესკტოპ ვერსიას ეძებთ, გაითვალისწინებთ, რომ ის ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და აქტიურად მიდის DuckDuckGo შემქმნელებისგან ამ ბრაუზერზე მუშაობა. ამიტომ თუ რაღაცა მინიმალური ხარვეზე შეინიშნება, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. ლეგენდარული ბრაუზერი უკვე Tor-ი. კონფიდენციალობის მხრივ ბრაუზერი მსოფლიოში ნომერ პირველია და მასე დაცულ სისტემას ავერავინ ვერ გთავაზობთ, თუმცა ამ დაცულობიდან გამომდინარე Tor-ი იმდენად ნელია, რომ რა თქმა უნდა მას ვერ მივაკუთვნებდი ვერც პირველ, ვერც მეორე და ვერც მესამე ადგილს. რადგან შესაძლოა ერთი საიტის გახსნას შეიძლება რამდენიმე წუთიც კი დასჭირდეს. თუმცა წინა წლებთან შედარებით Tor-ის ბრაუზერი ბევრად უფრო სწრაფი გახდა. პირველად ვინცაც ჰქონდა შეხება ამ ბრაუზერთან, დამეთანხმება, რომ მისი მოხმარება იყო კატაკლიზმა ინტერნეტ სივრცისთვის. ის იყო ძალიან რთული ინტერფეისის მქონე, რთული საინსტალაციო და რასაკვირველია, ხშირ შემთხვევაში პრობლემებიც იყო ხოლმე მისი ამოშლა კომპიუტერიდან. Tor ბრაუზერის მთლიანად არის დონაციის სისტემაზე დაფუძნებული, ანუ მას არ ყავს კონკრეტული დამფინანსებელი და სპონსორი და შესაბამისად მისი განვითარებაც ნელ-ნელა მიმდინარეობს, ანუ დამოკიდებულია მომხმარებლების დონაციაზე. Tor ბრაუზერს იყენებენ სხვადასხვა კუთხით და უფრო ძირითადად იმ შემთხვევაში, როდესაც სურთ მონაცემების უსაფრთხოების კუთხით გადაცემა ან მიღება ინფორმაციის. ამაზე სანდო ბრაუზერი დღეს ბაზარზე ნამდვილად არ არსებობს. მას აქვს სპეციალური ესე წოდებული Torxel-ის მეშვეობით, რომელსაც აქტიურად იყენებს. სრული ანონიმურობა ამ ბრაუზერში გარანტირებულია. რაც შეეხება სისწრაფეს, მე გითხარით, რომ ცნობილად ნელია, ზუსტად Torxel-ის გამო. ამიტომ ეს ყოველდღიური გამოყენებისთვის მოუხერხებელია და მე არ გიჩვენებთ იმის ყოველდღიურ გამოყენებას, თუ თქვენ მხოლოდ ინტერნეტ სერფინგი გაინტერესებთ. ინტერფეისი, რა თქმა უნდა, ის შექმნილია Firefox-ის ფუნდამენტზე. დამატებით ინფორმაციაში გეტყვით, რომ ღია წყაროა, რა თქმა უნდა, თუმცა განკუთვნილია კონკრეტული სპეციფიური მიზნებისთვის. და ნელი სიჩქარე არ არის მხოლოდ ერთადერთი პრობლემა Tor-ისთვის, აქ შეიძლება ძალიან ბევრ კაპჩებს წააწყდეთ, აი მე არ ვარ რობოტს, რომ ამოაგდებს ხოლმე აი მაგას, ამიტომ შესაბამისად Tor ბრაუზერს თუ ერთის მხრივ გარანტირებულად აქვს ანონიმურობა სრულად დაცული, მეორეს მხრივ ამის პლუსი, მეორეს მხრივ მინუსი აქვს ზუსტად სისწრაფე, ამიტომ ის ძალიან ნელია და დაგაწყვეტავთ ნერვებს. ამიტომ თუ რაღაც კონკრეტულად კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემასთან არ აქვს საქმე, რომლის დაცულობის გარანტიაც გჭირდებათ, არ გამოიყენოთ Tor ბრაუზერი. მესამე ადგილს იკავებს ჩვენს რეიტინგში Mulvet ბრაუზერი. ეს შეიძლება ბევრ თქვენგანს გაგონილიც არ გქონდეთ. ის შეიქმნა 2023 წელს Tor-თან თანამშრომლობით. Mulvet ვინც არ იცის, გეტყვით, რომ არის კომპანია, რომელიც 2009 წელს არის დაარსებული და ის ბაზარზე შევიდა როგორც VPN-ის მთავარი წარმოებელი და გამყიდველი და ბაზარზე მალევე მოიპოვეს პოპულარობა ამ კუთხით, იმიტომ რომ ერთ-ერთ სანდო VPN სერვისად ითვლებოდა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონფიდენციალური ბრაუზერი, რომელიც დღეს ბაზარზე შეგიძლიათ რომ ნახოთ. რა თქმა უნდა, ის შექმნილია ეგრეთ წოდებული თითის ანაბეჭდის მინიმიზაციისთვის და მაქსიმალური ანონიმურობისთვის. იდეალურია VPN-თან ერთად გამოყენებით, რომელიც შეგიძლიათ რატომაც ჩაშენებულია რასაკვირველია ბრაუზერში. რა თქმა უნდა, ბრაუზერი სწრაფია, არ არის ნელი, მაგრამ
Tor-ის სერვისების გარეშე. თუ თქვენ Tor-ის სერვისებს არ გამორთავთ, ამ შემთხვევაში ბრაუზერი დაიმსგავსება ზუსტად Tor-ის ბრაუზერს. თუმცა შეიძლება ისედაც იყოს ოდნავ შენელებული, რადგან აქ აქცენტი გაკეთებულია ისევ და ისევ მეტ უსაფრთხოებაზე და Tor-ის ქსელზე. ინტერფეისი ზუსტად Mozilla Firefox-ის ბაზაზეა დაფუძნებული, ამიტომ ყველას გეცნობათ მისი ინტერფეისი და მარტივია და ადვილად კონფიგურირებადი. უფრო ნაკლებად კონფიგურირებადი, რა თქმა უნდა, ვიდრე Firefox-ი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ კუთხით ვერ იტყვით, რომ ცუდი გამოსაყენებელია. ხარვეზებში რაც შეეხება, ნაკლებად მორგებულია ყოველდღიური გამოყენებისთვის, შეიძლება გარკვეულ საიტებზე ფუნქციონალებიც კი შეგეზღუდოთ. მეორე ადგილზე არის Mozilla Firefox-ი, ოღონდ სპეციალური უსაფრთხოების ჩაშენებასთან ერთად. კონფიდენციალურობა Firefox-ში ძალიან ორიენტირებულია, რა თქმა უნდა, მოხმარებლის პრივატულობაზე, თუ ამ add-ons-ს გავუკეთებთ და გთავაზობთ გაძლიერებულ tracking-ის დაცვას. Enhanced Tracking Protection შეგიძლიათ ასე ნახოთ. და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში აგროვებს ნაკლებ მონაცემებს, ვიდრე ვთქვათ Google Chrome. ასევე შეგიძლიათ დააყენოთ გაფართოებები, ვთქვათ როგორიცაა uBlock Origin-ი, რა თქმა უნდა, დამატებითი დაცვის სერვისები, Privacy Badger-ი და კიდე სხვა ბლოკერები, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ მაქსიმალურადაც არ გადატვირთოთ ბრაუზერი და რა თქმა უნდა, მუშაობს მოგხსენებათ, რომ ეს adblocker-ების და ზოგადად ბლოკერების სისტემის ჩართულობა უფრო მეტად ტვირთავს და ანელებს ბრაუზერის მუშაობას. ამიტომ სულ რამოდენიმე ბლოკერია საჭირო. რაც შეეხება სისწრაფეს, რა თქმა უნდა, Mozilla-ს ბრაუზერები ძალიან სწრაფი ბრაუზერებია. ინტერფეისია სუფთა, მარტივი და უაღრესად კონფიგურირებადია. შეგიძლიათ თემების განლაგება და ხელსაწყოების ზოლებით თქვა თქვენს გემოვნებაზე მოარგოთ. ეს, იცით Mozilla-სთან შეხება ბევრს გქონიათ. ესეც ღია წყაროა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი კოდი არის გადამოწმებადი. აქვს დიდი გაფართოებების ბიბლიოთეკაც და ხარვეზე არ ხელით უნდა გააკეთო Mozilla-ში ბევრი რამის კონფიგურირება და ამით არის Mozilla-ს მინუსი ზუსტად რომ და ვერ გაასწორდეს ამ ბრაუზერში ეს ყველაფერი რომ ხელით კონფიგურირებადი უფრო არის ან manual სისტემაზე უფრო არის ვიდრე autos-ზე. ხოლო რაც შეეხება ჩვენს გამარჯვებულს, ეს არის რასაკვირველია Brave ბრაუზერი, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა ბაზარზე და ძალიან მალე და განსაკუთრებით ბოლო აპდეიტებით მოახერხა მოხმარებლების გულის დაპყრობა. Brave ბრაუზერი, რა თქმა უნდა, თავიდანვე იყო აქცენტირებული უსაფრთხოების სისტემაზე, ანუ გაკეთებული ქონდა, მაგრამ მისი მთავარი ღირსება მარტო ეს არ იყო. ის მთლიანად აქცენტირებულს აკეთებდა კონფიდენციალობის შერწყმას სისწრაფესთან და ამაში ნამდვილად მოიპოვა მან ლიდერის პოზიცია. Brave ცნობილია თავისი ძლიერი კონფიდენციალობის ფუნქციით, ავტომატურად ანუ ბლოკავს ტრეკერებს, რეკლამებს და თითის ანაბეჭდების ამოღებას, ანუ fingerprinting-ს ეგრეთ წოდებულს. ასევე გთავაზობთ ჩაშენებულ Tor რეჟიმს ანონიმური დათვალიერებისთვის. რაც შეეხება სისწრაფეს, რეკლამისა ტრეკერების ბლოკირების გამო, რა თქმა უნდა, გვერდები სწრაფად იტვირთება. ინტერფეისი არის ძალიან მარტივი, თანამედროვე და კონფიგურირებადი. Chrome-ის მსგავსია, რა თქმა უნდა, ამიტომ ძალიან მარტივად შეეგუებით და ვინც გადავიდა Chrome-დან Brave-ზე, არანაირი დისკომფორტი არ ქონია, იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის კი არა ზუსტად ერთი და იგივე ინტერფეისი, ასე რომ აქ რაღაც პატარა ნიუანსები არის განსხვავება, რაც საკვირველია, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ერთ და იგივეა. მხარს უჭერს Chrome-ის გაფართოებებს, ამ ჩაშენებული აქვს VPN, უბრალოდ უნდა ჩამოტვირთოთ extension-დან და რაც თავარია კრიპტოვალუტის საფული აქვს. ხარვეზებს რაც შეეხება Brave-ის, ზოგჯერ გარკვეულ საიტებზე შეიძლება რაღაც ფუნქციონალები ვერ მუშაობდეს მკაცრი ბლოკირების გამო, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია, რასაკვირველია. დამატებითი ბონუსი რაც შეეხება Brave-ს, თუ ეს მოგწონთ, შეგიძლიათ ჩართოთ Brave Rewards და მცირე თანხებიც გამოიმუშაოთ ამ შემთხვევაში. რაც შეეხება Brave Rewards, ეს არის რეკლამების ნახვა, რეკლამების მხარდაჭერა. თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ ეს ფუნქცია და ამ რეკლამების ნახვაში მიიღოთ ეგრეთ წოდებული ტოკენები, რომლებსაც მე შემდგომ თანხაში გადაცვლით. თუმცა ეს ბევრი ნამდვილად არ არის. დღესათვის კი სულ ეს იყო, შევაჯამეთ 7 საუკეთესო ბრაუზერი. დღესდღეობით ეს ბრაუზერები არის მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო, უსაფრთხოებასთან ერთად
სისწრაფი და რა თქმა უნდა ადვილი ინტერფეისიც, რომ თქვენ თქვათ არ გაგიჭირდეთ ერთი ბრაუზერიდან მეორე ბრაუზერზე გადასვლა და არ გეუცხოთ. თუ დამატებითი კითხვები გექნებათ, რომ დაწერეთ კომენტარებში და ვეცდები აღმწურავი პასუხები გაგცეთ. თუ მოგინდება თითოეული ვებ ბრაუზერის დეტალური განხილვა, შემიძლია რომ გავაკეთო, დამწერეთ ეს კომენტარებში და გადავიღებ ამ ვიდეოებს, კონკრეტულად ამ ბრაუზერებზე, რომლებიც მე ჩამოვთვალე, თუ თქვენ გინდათ რომ უკეთ გაიცნოთ, ყოველდღიური გამოყენებისთვის, რა თქმა უნდა, გირჩევთ Brave browsers. ის აბალანსებს კონფიდენციალობას, სისწრაფეს და მოხერხებულ ინტერფეისს. იდეალური არჩევანია, თუ გინდათ რომ დააყენოთ და დაივიწყოთ ყველანაირი, თქვათ, manual ხელით გამოყენებადი გაფართოებების ჩაშინება, რეკლამების ბლოკერების ჩაშინება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან კარგი და კომფორტული ბრაუზერია. თუ თქვათ, მე მაინც უფრო ჭია ხართ ბრაუზერების და ზოგადად software არის, ამ შემთხვევაში Firefox-ი თავის დამატებით პლაგინებიანად თქვენ აქ მეტი კონტროლი გექნებათ, შეგიძლიათ თქვენ გემოზე დააკონფიგურიროთ, ნებისმიერ ამ ჩაურთოთ, გაფართოებებში წაუშალოთ და ასე შემდეგ. მოკლედ მენუელის ტიპი თუ ხართ, მაშინ Firefox-ი დააყენეთ. ნუ ახლა ექსტრემალური კონფიდენციალობა გინდათ, მაშინ ამ შემთხვევაში Mulvet ბრაუზერი VPN-თან ერთად უნდა გამოიყენოთ, ხოლო თუ საერთოდ უსაფრთხოდ გინდათ და არავინ არ გინდათ თქვენი ინტერნეტ მოხმარების რესურსები გამოიყენოს, რა თქმა უნდა Tor ბრაუზერზე უნდა გადახვიდეთ, მაგრამ არ იწუწუნოთ ის რომ ნელია. დამატებით რჩევას გირჩევთ იმას, რომ რომელი ბრაუზერიც არ უნდა აირჩიოთ საბოლოო ჯამში, გირჩევთ გამოიყენოთ uBlock Origin-ი. ეს გაფართოება Brave-ის გარდა, სადაც ეს ფუნქცია ავტომატურად ჩაშენებულია და თქვენ აღარ დაგჭირდებათ. გარდა ამისა, დამატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ VPN სერვისები მეტი კონფიდენციალობისთვის და რა თქმა უნდა რეგულარულად შეალოთ cook ფაილები და cache ფაილები და ბრაუზერები, რომელსაც აქვთ ყველაზე ცუდი უსაფრთხოების სისტემა. ეს არის Google Chrome-ი ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად. ამაზე ცუდი ბრაუზერი ამ კუთხით არ არსებობს. Microsoft Edge იგივე პრობლემაში არის Chrome-თან და რა თქმა უნდა Opera, ჩინური კომპანიის პრობლემებში ძალიან დიდი კითხვის ნიშანი და ხო, და მთავარად ხოლმე ვიდეო მოიწონეთ, არხი გამოიწერეთ და დღეს ამით დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე.